გაატარეთ ერთი ფერმერული დილა ჩემთან ერთად. როგორც ყოველთვის ფერმის საქმიანობას პირველ რიგში ფრინველების გამოშვებით ვიწყებ. ამჯერადაც არ დავარღვია ჩემი ყოველდღიური რუტინა. ზრდასრული ფრინველები გამოუშვი საფრინველეებიდან და შემდეგ გადავედი მათ გამოკვებაზე. დღევანდელ საკვებ რაციონში შედიოდა ქერი. ამიტომ ჩემს ფრინველებს წაუღე ჯამით ქერი და ვაჭამე. ვინც ჩემი წინა ვლოგი ნახეთ, გემახსოვრებათ რომ მყავდა ერთი ბატის კრუხი. ახლა ერთის ნაცვლად მყავს ორი. დიდი ფრინველების მოვლის შემდეგ გადავედი ბრუდერის წიწილებს. მათ საკვები და სასმელი აღარ ჰქონდათ, ამიტომ გამოვიღე საკვებური და სარწყურებელი, ჩაუყარე ახალი საკვები, ჩაუსხე ახალი წყალი და ისევ უკან დავუბრუნე. ამის შემდეგ კრუხსა და მის წიწილებსაც დაუდგე ახალი საჭმელი და სასმელი და როგორც ხედავთ, ასე გემრიელად მიირთმევენ. ამჯერად თუთიყუშებსაც მივაკითხე. ვისაც ჰქონიათ თუთიყუშებთან შეხება, გეცოდინებათ როგორ მიირთმევენ ისინი საკვებს. ისინი საკვებს გარეკანს, ქერქს აცლიან და ისე მიირთმევენ. მათ საკვების ჩასაყრელში ჰქონდათ ეს ქერქი დაგროვილი, ამიტომ ასე სულის შებევლით ქერქი და საკვები გავანცალკევა ერთმანეთისაგან. ასევე კიდევ ჩაუმატე საკვები. ვინც იცით, თუთიყუშები აბრეშუმების ვოლიერში მყავს. ამიტომ მათი საკვები შედარებით უფრო მაღალზე მაქვს დაკიდებული, რადგან ქათმებმა არ შეუჭამო. აქვე დილის 8 საათზე აბრეშუმის დედალიც იყო საბუდარში ჩამჯდარი და დებდა კვერცხს. ამის შემდეგ მტრედებსაც დავხედე. ჩემმა მტრედებმა დღეს ძალიან გამახარეს, რადგან მტრედის კვერცხიდან იჩეკება პატარა მტრედი. ზედმეტად თავი აღარ შევაწყინე ჩემს მტრედებს და ამის შემდეგ გადავედი მოზარდი აბრეშუმების მოვლაზე. მათ საკვები და სასმელი აღარ ჰქონდათ, ამიტომ საკვებური გავუსვე მთლიანად საკვები და როგორც ხედავთ, საკვების ჩაყრასაც არ მაცლიან და ბოლოს ჯამში ჩაუსხი წყალი. წყალიც ძალიან მოსწყურებიათ. ფრინველების პირველადი მოვლის შემდეგ გადავედი უკვე ჩემი ძროხის ლამაზას მოვლაზე. შუალედში ბალუს და ლესისაც წავეთამაშე. სონედორი და მარტა ზუსტად ერთი კვირის წინ გავუშვი და ამიტომ მათი ყოველდღიური მოვლა აღარ მიწევს. სანამ ჩემი ძროხის მოწველაზე გადავალ, მანამდე მას კარგად ვასუფთავებ ჯაგრისი. რადგან მის სხეულზე ბევრი ბეწვი და მტვერია. ჯაგრისით გასუფთავება იმიტომ არის საჭირო, რომ ეს მტვერი არ ჩაიყაროს მოწველი რძეში. თან ნახეთ, როგორ კარგად და ხარისხიანად ასუფთავებს ეს ჯაგრისი ჩვენს პირუტყვს. ეს ჯაგრისი არის ძალიან გამძლე და ასევე ძალიან მოსახერხებელი, რადგან ის შეგვიძლია დავიმაგროთ ხელზე. ასევე მას შუალედებში აქვს რეზინები ჩატანებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ფორმაზე ძალიან მარტივად და კარგად მოგყვება. ამ ჯაგრისის შეძენას შეძლებთ კომპანია როქის ფილიალებში. პირუტყვის სხეულის გასუფთავების შემდეგ აუცილებელია, რომ მისი ცურიც კარგად დავბანოთ. შემდეგ კი გადავდივართ რძის მოწველაზე. როგორც ხედავთ, მე ჩემი ბოჩოლა მოვწველე და მას ძალიან გემრიელი ქათქათა რძე აქვს. მოწველის შემდეგ ჩემი ძროხა გავუშვი საძოვარზე. ის დღის განმავლობაში მიირთმევს ქორფა ბალახს. ძროხის მოწველის შემდეგ შევნიშნე, რომ ჩემი ინდაური იჯდა საბუდარში და აღმოჩნდა, რომ ის